ჩვენ მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში და დაგვერწმუნებინა ადამიანები, რომ მოსულიყვნენ ჩვენთვის და მხარით დაეჭირა. Ერთგვარად ეს არის, მათ შორის ჩემი პირადი 10 წლიანი მუშაობის შეჯამება. მე 10 წლის წინ მოვედი პოლიტიკაში, 10 წლის და ამ 10 წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ გირჩმა ოდესმე თქვა შეგნებული ტყუილი. ოდესმე საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ ვაგებდით. ოდესმე როგორ გითხრათ, ოდესმე უარი ვთქვით ვინმესთან დისკუსიაზე. მაშინ, როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა განსაკუთრებით ეს ლელოს ეხება, მათი კანდიდატი ფაქტობრივად დაიმალა მედიაში, რომელიც ფაქტობრივად მის მიმართ მეგობრულად განწყობილმა ტელევიზიამ გააკეთა დებატებში. ფაქტობრივად გუშინ ჩემს მიერ დაგსმულ შეკითხვაზე იგივე პასუხი და გასცა, რაც ცოტა ხნის წინ როცა ნიკამელიას ფული საიდანო ვეკითხებოდით. და უბრალოდ მე მგონი ქათფილისელებმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან გასაგებია ის განსხვავება, რომელიც არსებობს გირჩის პოლიტიკოსებს ზოგადად, გირჩის როგორც მოვლენას და ქართულ პოლიტიკოს სპექტრში არსებულ სხვა ძალებს შორის. ამიტომ მე მინდა რომ ადამიანებს ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის რომ ჯერ ერთი დააფასონ ჩვენი 10 წლის ნამუშევარი, 10 წლის თანმიმდევრულობა ესე რომ ვთქვათ და მეორე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აი იმ ქმედებამ, რომელიც ლელომ ჩაიდინა თუნდაც საკუთარი პარტნიორების წინაშე, მე მგონი გამარჯვება არ უნდა პოვოს. იქიდან გამომდინარე რომ აი ის რაც ჯერ რომ ნაცები 4 პარტია ხმარ დაიკარგოს და მე რომ იმასაც კი ვერ ამბობ რომ მე რომ ვიყო ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნება, ან მინიმუმ თავიდან გავასამართლებთ. ახალი სასამართლო იქნება, რაღაცას გავაკეთებთო. ჩემი აზრით მინიმუმ იმ ხალხის მხარდაჭერას არ იმსახურებ, რომელიც აი როგორ გითხრა, იმ 4-5-9-25-ის რა იდეაც არ უნდა ქონოდა მას, მის მიმართ იყო ლოიალური და მე მინდა რომ იმ ხალხს, რომელიც თქვა აქციაზე აპირებს მისვლას, რაღაცნაირად ვთხოვო რომ კი ბატონო, აქცია მე თქვენ ვერ დაგიშლით, ანუ მე ვერ დავუშლი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს, წავიდნენ აქციაზე და რა ვიცი, ნებისმიერ რამე ცადონ თავიანთი ლიდერის გამოსაყვანად, მაგრამ მე ერთ რამეზე მინდა ეს ხალხი დავაფიქრო, რომ ან არჩევნებზე მისვლამდე, ან აქციაზე მისვლის მერე, ნუ იზამთ ისე, რომ როგორც პარლამენტში აღმოჩნდა ყველა ბერკეტი ქართული ოცნების ხელში, ისე აღმოჩნდეს ადგილობრივი სათვისმართველობის